გამარჯობათ. მოგესალმებით ყველას. დღეს უცნაური ტესტ დრაივი გვექნება, იმიტომ რომ ვიღებთ Mercedes Maybach GLS 600-ს, რომელიც არის რაღაცა განსაკუთრებული კომპლექტაციით და განსაკუთრებული მანქანაა მე რასაც უყურებ. და ვნახოთ, რამდენად განსაკუთრებული მანქანა აღმოჩნდება და რა შეუძლია ამ მანქანას. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დღეს როგორც გითხარით, განსაკუთრებული ვიდეო გველოდება წინ, იმიტომ რომ მოყვანილი გვყავს GLS 600 Maybach-ი. ეს მანქანა შემოგთავაზა ჩვენმა მაყურებელმა, რომელიც ჩვენი გამომწერია და მაყურებელია. ესე შემთხვევა პირველი არის, არასდროს არ გადამიღია ესე უცხოთ მოყვანილი მანქანა, სულ იყო ძმაკაცების შინაურების რაღაცა. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. ვისაც ყავთ საინტერესო მანქანა, როგორც ეს მანქანა არის, შეგიძლიათ შემოგთავაზოთ და ჩვენ შევეცდებით გადავიღოთ კარგი ვიდეო. ეხლა რაც შეეხება Mercedes და მე, სულავას, BMW-ს მოყვარულს, თან Maybach-ს, ძალიან ვეცდები რომ ობიექტურად შევაფასო და არა ის რომ Mercedes-ი არ მომწონს და რახან Mercedes-ი რაღაცა ცუდი რაღაცეები ვილაპარაკო, იმიტომ რომ მე Mercedes მოყვარული არა ვარ. მე ვარ მანქანების მოყვარული, კაი მანქანების მოყვარული, აზრი არ აქვს ეს Mercedes-ი იქნება, Mitsubishi იქნება თუ რამე სხვა იქნება, მე ვარ მანქანების მოყვარული. კი, ბევრჯერ დავაფიქსირე რომ Mercedes-ში 140 კუზავი მომწონს და 126-ის კუპე მომწონს. ამიტომ მე ჩაციკრული მასკვიჩა როგორც ითქვა და იაღოველიო BMW-შნიკი არა ვარ. მე ვარ მოყვარული, მაგრამ BMW-ს ვანიჭებ დიდ უპირატესობას. ამიტომ ნახოთ ახლა რა ემოციებს დაგვიტოვებს ეს მანქანა და რა იქნება გატესტვის დროს. ყველაზე მთავარი რაც არის ეს მანქანა, მე მგონი სოფლიოში ესე გადაღებული არავის არ აქვს 0-100-ის აჩქარება, 400 მეტრის აჩქარება და 100-200-ის აჩქარება. ეს მანქანა სულ სხვა რაღაცაა, სხვა კლასის მანქანაა, მაგრამ მე რისი სულავა ვარ, თუ ეს არ გავტესტე აჩქარებაში. სასაცილო კი არის ამ ხელა მანქანით რომ 0-100-ს ჩქარდები, 100-200-ს ჩქარდები და 400 მეტრს ჩქარდები, მაგრამ მე მაგის მოყვარული ვარ და მაინტერესებს ამ მანქანას რა შეუძლია. ეხლა ჩვენ ჩავიხედოთ ძრავში, კაპოტი ავხადოთ, ძრავის თავსახური, ხო? როგორა, ძრავის თავსაფარი? ავხადოთ კაპოტი და ვნახოთ იქ რა ხდება. ეს რომ გამოაღებთ, ეს Maybach-ის დიდი ფეხის დასადები გამოდის. ესე დაადე ფეხს და შეხვალ მარტივად. ავხადოთ კაპოტი და ვნახოთ რა ხდება აქ. ესე ჩვენი ძრავი. ეს არის 4-0 ბიტურბო, 550 ცხენისძალიანი და 770 ნიუტონიანი. ორი ტურბინით. აგერ არის ეს დიდი პლასმასი ეფარება, რაც მერე მალავს და არ ჩანს არაფერი. ეს შიგნით ჩავიჭყიდეთ ცოტა. მაინც ბევრი არაფერი არ ჩანს, შეფუთულია მაინც პლასმასებით და რაღაცეებით. ეს იგივე ძრავია, რაც დევს GT63-ში და ახალ Mercedes-ებში 4-0 ბიტურბო. აქ როგორც ხედავთ ეს წინა დაფა კარბონი არის, აშკარად. უსაფრთხოებისთვის და წონისთვის ეტყობა მძიმე მანქანა არის და რაღაც ელემენტები კარბონის აქვს, რომ წონაში დაიკლოს და პლუს უსაფრთხოებაში კარბონი ბევრად ჯობია ვიდრე ალუმინი. აქ სხვა ისეთი არაფერი განსაკუთრებული რავი დეტალი ისეთი არაფერი არ აქვს, ნუ წყლის რადიატორის წყლის ავზი აქვს, იქით დამცველების ბუდი აქვს. აქ სხვა საინტერესო არაფერი არ არის. ეს ძრავი 4-0 ბიტურბო დევს თითქმის ყველა Mercedes-ში, რომელიც არის 603-ები რო აწერია, ეგ 4-0 ბიტურბო დევს ყველაში, J კლასში, E კლასში, S κλასში, C კლასში, რავი, რაც კი რამე Mercedes-ი არის სპორტული, ყველაში ეს ძრავი დევს. იგივე ძრავია. J550-ით ეს ძრავი დევს. მოკლედ ეს ძალიან ცნობილი ძრავია, რომელიც მაგრად კეთდება, კარგად კეთდება, დიდ დატვირთვებს უძლებს და თითქმის ყველა 8 ცილინდრიანი ყველა კუზავში ეს ძრავი დევს.
ემირაშუაშია. ემირაშუა AMG იქნება თუ ჩაოლებრივი იქნება, მაინც 4-დან 2 ვიტურბოდებს. უბრალოდ AMG-ს ცოტა მეტი ცხენის და ლაკ და რაღაცა წვრილმანი დეტალები ალბათ შეცვლილი ექნება, იმიტომ რომ მე ეგეთ რაღაცებში ვერ ვერკოვი Mercedes-ში აზრი არა ვარ რა. დიდი მანქანა არის. თან ეს ორ ფერში არის ეს მანქანა, ეხლა შეიძლება ვიდეოში არ ჩანდეს, იმიტომ რომ მუქი ფერები არის. აი ახლოს მოიტანე. აი ორ ფერში არის მანქანა, ქვედა მხარე არის შავი, ზედა მხარე არის ბადრიჯნისფერი. 23-იანი დისკები უყენია, 285, 40 უყენია წინ და უკან 325-35-ზე უყენია. კაი დიდი საბურავი აქვს. ყველაზე მაგარი არის გამოუაღებ კარებს და გამოდის ეგრევე ფეხის დასადები. ლამაზია თან აქ როგორა გათვლილი უკანა მხარეზე რა, იმიტომ რომ აქ ბევრად დიდი ფეხის დასადები აქვს. ვაიმე ფეხი კინაღა მომაყოლა. გამოდი გარეთ. კარებს უხურავ ეგრევე შედის და. ო წინ პატარა ფეხის დასადები აქვს, უკან დიდი ფეხის დასადები აქვს. ო უკან ვაფშე სხვა თემა არის რა აგერ. აი შეგიძლია წამოწვე მონიტორები, იქ პლანშეტი, აქეთ მონიტორი. პანორამა ჭერი გვაქვს. ეს გადაიღეს. ბალიშები გადაიღე. როგორი რბილი არის. აქ გვაქვს შუაში მაცივარი. თავის ჭიქების დასადებით და მთელი ამბებით. რა დრო დადგა Mercedes-ზე ვლაპარაკობ რაღაცებს. თან GLS-ზე და მე რა შუაში ხარ GLS-თან. Mercedes-ის მოწონებაზე ვარ გადასული. აქ მე იმდენი რაღაცა არ მომწონს, რომ ეგეთი რაღაცები რომ დავიწყო და დავწრუნვალე და მე დამაბრალებენ რომ შენ Mercedes-ის ფანი არ ახარო, BMW-ის ფანი ხარ და მაგიტოვა რა. ხო, ბევრ ამეს ხაზი გასასმელია აქ, იმიტომ რომ ბევრი წვრილმანი რაღაცა არ მომეწონა, იმიტომ რომ ხარისხი ადრე რაც იყო, მე რაზეც ვარ შეჩოული ძველ თემაზე, ისეთი ხარისხი აღარ არის არც ერთი მანქანა, გინდა BMW იყოს, გინდა Mercedes იყოს და ასე შემდეგ რა. უფრო გადავიდნენ ცოტა დაბალ ხარისხზე, ვიდრე ადრე იყო. ეხლა რაც შეეხება ამის ფასს, ზუსტად არ ვიცი, ვერ ვერკვევი ესეთ მოდელებში, წეღა რაღაც ინტერნეტში რომ ნახე, $180,000-დან იწყება ამის ფასები. და მაგ ხელა ფასს რო იხდი, Maybach-ს ყიდულობდა, ტოპ კომპლექტაცია არის. ეგეთ წვრილმანი რაღაცები, აი სიდენის, აი ეს წვრილმანი რაღაცეების, ტროშკები, რაღაცეები ცოტა სხვა ხარისხი უნდა იყოს წესით რა, ჩემი აზრით. მაგრამ არ გვინდა ეხლა არ დავწვრილმანდეთ ეგეთ რაღაცეებზე, მე გაგვანადგურებენ, შენო Mercedes-ის ფანი არ ახარო და მაგიტო იძახი ეგეთ რაღაცეებსო. ამიტომ შევეშვათ მსგავს რაღაცეებს. აი ეს მაგალითად ხმა თუ ისმის. აი ესეთი აქვს ბევრი რაღაცეები, ხა რაც დაუარე წეგან. ესეთ პრობლემას წავაწყდი, რომ ესე ხმაურობს დეტალები. მაგრამ არა უშავს. ეგეც არ არის პრობლემა. ეხა მე ყველაზე მეტად რაც არ მომეწონა წინა მხარეს, აი ეს ბადე არის. აი არ ვიცი რა, როგორ გადმოგცეთ, ძალიან რაღაცა უხარისხო ვიდზე არის, თემუდა რომ გამოიწერ. პლასმას რაღაცა ეგეთ ვიდზე არის რა. ცოტა სხვა ხარისხი რო იყოს, ჩემი აზრით უკეთესი იქნება, იმიტომ რომ აი ეს ნახდათ არ მომწონს არანაირად. ახლოს რომ მივდივარ და დეტალებს ვაკვირდები, უხარისხო ვიდს ტოვებს რა. ესეთ მანქანას, რავი, ჩემი აზრით ესეთი რაღაცა არ ეკადრება. რო ვიხდი ამ ხელა თანხას და Maybach-ია ბოლო-ბოლო, ესეთი პლასმასი არ უნდა იყენოს, ჩემი აზრით. წავიდეთ სხვა რაღაცები დავათვალიეროთ ახლა. ფარები ცუდი არ არის, კარგად გამოიყურება. Multi-beam LED არის, ლამაზად გამოიყურება, დიზაინი რა მომწონს. ცუდი არ არის. ეხლა რაც შეეხება ზაზორებს და რაღაცეებს, უკვე შევეჩვიეთ ახალ მანქანებს იმხელა ყურადღებას აღარ აქცევენ, რომ ადრე როგორც იყო, რომ ზუსტად ზაზორი უნდა იჯდეს და ლამაზი იყოს და თავის დაშორებები უნდა იყოს მილიმეტრებში და რაღაცა ყველა ერთნაირად უნდა იჯდეს და უკვე მიგვაჩვიეს, რომ ახალ მანქანებს ეგეთი რაღაცეები აღარ აქვს და ზაზორს ყურადღებას აღარავინ აღარ აქცევს რა. ამიტომ BMW-ც იგივენაირად აკეთებს, მაგაზე აღარ დავწვრილმანდებით და აღარ მოგაბეზრებთ მაგით თავს, რომ ზაზორები არეული აქვს და მთელი ამბები. ყველა ახალი მანქანა თითქმის იგივე არის და აზრი აღარ აქვს მაგაზე ლაპარაკს. რაც უნდა ვილაპარაკოთ, მაინც ვერაფერს ვეღარ შეცვლიან. გადავინაცვლოთ ინტერიერზე. ერთ და იგივეს მებაზე გამოიწერე. რაც მთავარია, თუ გინდათ რომ
შემოგთავაზოთ ესეთი კარგი მსგავსი რაღაცა პროექტები, მანქანები და გატესტვები და მთელი ამბები, გამოიწერეთ არხი, დააკომენტარეთ და მოიწონეთ ვიდეო. ეხლა ვნახოთ ტორმუზები. ტორმუზები დიდი აპორნები უყენია თავის სუპორტებით, თან მით უმეტეს 23-იან დისკზე ესე ამხელა დისკები რო უყენია. კარგი ტორმუზი უნდა კონდეს, მაგას როგორი ტორმუზია გავსინჯავთ გზაზე რო გავალთ. ო, ალპინასგან მოიპარეს. მე გვეტყვიან ალპინამდე მერსდეს კონდაო და წავა კომენტარებში ჭხუბი. დაგნარი. უკანაც, წინ ნახე დახვრეტილი აპორნები აქვს, უკან არა აქვს დახვრეტილი აპორნები და უკან ბევრად პატარა ხო, არა ეს წერტილი მეგონა დახვრეტილი არ ყოფილა. და ბევრად პატარა ტორმუზის სისტემა აქვს უკან, ამხელა წონის მანქანას, რავი, ეგეთი პატარა რატო უნდა კონდეს, არ ვიცი. მაინც ჩემი აზრით ცოტა დიდი რო იყოს, უკეთესი იქნება, მაგრამ სანამ არ გავალთ გზაზე და არ გამოვცდით საქმეში, ვერაფერს ვერ გეტყვით ტორმუზე, უბრალოდ ვიზუალზე ცოტა პატარა ტორმუზი აქვს. აქ გვაქვს Maybachის ლოგო, იმიტომ რომ ჩვეულებრივ GLS ეს Maybachის ლოგო არა აქვს და ეს განსაკუთრებული კომპლექტაცია რო არის, Maybachის ლოგოები აქვს. აქაც აწერია Maybach-ი. აგერ გვაქვს GLS 600. უკანა მხარესაც შეეხება. აქ ისეთი რაღაცა წინ როგორც აქვს. უხარისხო რაღაცა, იმდენად აქ ეგეთი თავარი. პრობლემა არ აქვს. თავარი. რა არის თავარი? რა არის თავარი, ვიხლობი. ვიხლობი. აბა ვნახოთ მაყუჩი. რაც არ მოგწონს. მაყუჩი გვაქვს თუ არა გვაქვს? უი, არა გვაქვს. ცარიელი დიფუზორი არის მათხოვე და აი შიგნით იმალება ორი ტრუბა. და ეს რაც უყურებთ ამას, ეს არის უბრალოდ დიზაინი. მეტი არაფერი. ბუტაფორია ქვია. ბუტაფორია, ხო. ნუ არა უშავს. რა ვქნათ, მაგასაც შეგვაჩვიეს უკვე რომ უმეტესობა ესე აკეთებს რომ ვიხლოპი შიგნით აქ გამონაბოლქვი და აქ გარედან ბუტაფორია არის. მაგრამ საერთო ჯამში მაინც ლამაზი არის, რო შეხედავ ლამაზი არის. თუ არ დაუწვრუნდები რომ სადაყენია ისინი, რო შეხედავ მაინც კარგად ჩანს. ესეთი დიდი კლასის მანქანები მე პირადად რა ვიცი. დიდი მოყვარული არა ვარ დიდი კლასის მანქანების, მაგრამ იმდენი შვილი მყავს რომ ერთი ესეთი დიდი მანქანა მინდა. აი რატო არ ყავს BMW-ს გამოშვებული მინივენი? რა გურამ, ნუ ბილდ სიტყვაობ. რა თუნდა და ჩემი 6 შვილი რო ჩავსვა და ერთი მანქანით წავიდე სადმე დასვენებლად. 6 შვილში მაგდენს ვერ ჩასვა. ჩემი ფავორიტი ძაღლი მოვიდა. რომელი? აგერე, ენტერიტი ქონდა. კათეტერი უკეთია კიდე ხელზე გადაიღე. აქვია მას. პუმპულა ქვია ამას. აგერ კათეტერი გვიკეთია კიდე ხელზე, უკურნალობთ. დღე გუშინ დაიწყო უკვე ჭამა, გადარჩა. საბედნიეროდ არ მოგვიყვდა. ყოველ დღე დამყავს გადასხმებზე და წამლებზე და ვცდილობთ გადავარჩინოთ და უკვე გუშინ ჭამა დაიწყო და ესე იგი გადარჩა და არაფერი არ მოუვა. მივდივართ, მთელი დღე ვართ კლინიკაში, გადასხმებს უკეთებ, წამლებს გაუკეთებენ და მოვდივართ უკან. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მაგ კლინიკას. ბევრი ძაღლი გადამირჩინა და ყოველთვის რომ მივდივარ, სულ ვცდილობენ ისე რომ ყველაფერი კარგად იყოს, არაფერი არ მოვიდეს ძაღლს და მთელი გული და სულით ვცდილობენ გადამირჩინონ ძაღლები. რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადაუხადო. ეს არის საბურთალოზე რესპუბლიკური სამავთყოფოს მოპირდაპირე მხარეს. სახელი არ მახსოვს. კერძოდ გიორგი ხმალაძე არის ექიმი, რომელიც ძალიან მაგარი ბიჭია და მთლიანი გუნდი გენაცვალეთ ყველას გულში. დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. ეხლა გადავიდეთ ისევ Maybachზე. იგი ამას ფუნქცია აქვს, თქვათ ტალახში სადმე ჩაჯექი, გაიჭედე ან ქვიშაში და ვერ ამოდიხარ, ფუნქცია აქვს, წეღან კი ნახავდით ვიდეოში, ეს მანქანა ესე რომ მოძრაობს რა. ეგ ფუნქცია არის იმისთვის, რომ ტალახიდან, ქვიშიდან გაჭედილი მანქანა ამოაგდოს და ამოიყვანოს რა. მოდი ვნახოთ როგორ ირთვება. ესე იგი უნდა იყოს მანქანა დაქოქილი, სიჩქარეში და ჩავაგდოთ დეში, მაგალითად. აი ეს რეჟიმები არის, ინდივიდუალი, სპორტი, კომფორტი, Maybach არის ყველაზე კომფორტული რა. რბილად დადის და ვაფშე სხვა შეგრძნებები აქვს, მაგასაც ვნახავთ.
და პლუს არის off-road-ი. უნდა გადავიყვანოთ ეს off-road რეჟიმზე. აიწია მანქანა ეგრევე. ხო, ზევით აიწია. მე ამორტიზატორები უნდა შევიდეთ. აქ დაბლა გვაქვს. აქედან შეგვიძლია სათითაო ამორტიზატორი დავწიოთ, აი. ავწიეთ, წინა მარცხენა მაგალითად მარტო. ეხლა დავწევ წინა მარცხენას. ეხლა დავწევ უკანა მარცხენას და მანქანა ესე გადაყირავდა რა. აგერ მარჯვენა მხარეს წინა უკანას ავწევ ზევით მარცხენას, დავწევ დაბლა და ეხლა მანქანა ესე გვერდულადაა გადაყირებული. ამ შემთხვევაში ეხლა მე მარჯვენა ორივე მხარეს ზევით ავწიე, მარცხენა ორივე მხარე დაბლა დავწიე. შეგვიძლია სათითაო ამორტიზატორი ვარეგულიროთ, როგორც გვინდა, რამ ხელაზე გვინდა ავწიოთ, რამ ხელაზე გვინდა დავწიოთ. ეხლა მაქსიმალურად დავწიე მე მანქანა 4-ვე და ესეთ ვიზუალზე დგას, შეგვიძლია ავწიოთ, აი წინა მარცხენა ავწიე, უკანა მარცხენა ავწიე, უკანა მარჯვენა და წინა მარჯვენა. ეხლა არის მაქსიმალურად ზევით აწეული მანქანა. აგერ ეხლა დავწევ მარტო წინა მარცხენას. გადაიხარა მანქანა. ეხლა არის წინა მარცხენა მარტო დაწეული და დანარჩენი ყველა მაქსიმალურად აწეული. აი უკანა მარჯვენა დავწიეთ, ესეც დავწიეთ, ესეც დავწიეთ. ეს რაღაცა მომწონს, კაი ნავაროტკა არის? ოფცია. ნავაროტკა რაშვეშე. კაი ოფცია არის, მომეწონა. შეგვიძლია ვარეგულიროთ. გადაუღე, როგორ არის? ეს შეგვიძლია ესე ვარეგულიროთ. აი ეს არის წინა მარცხენა, აწიე დაწიე. ეს მარჯვენა. ეგრევე რეაგირებს, თან ის არა აქვს, დაყოვნება არა აქვს და იმ წამს ვერ რეაგირებს. კარგად მოფიქრებული რაღაცა, მომეწონა. Mercedes-ის რაღაცა მომეწონა. ჯერ ახლა დავიწყეთ ვიდეოს გადაღება და უკვე მოწონებული მაქვს რაღაცეები და ნახოთ დანარჩენი რა იქნება. ეხლა მაგალითად ქუჩაში ჩავრჩი, თოლში ჩავრჩი, სადღაც ნუ გავიჭედე რა, ვეღარ მივდივარ, ვერც წინ, ვერც უკან. გვაქვს მაგის ფუნქციაც. ეხლა შევიდეთ. ესე იგი, აი, free driving mode-ს დავაჭერთ და აი აქ ვაჭერთ starts. всё, იწყებს მანქანა ეხლა ხტუნაობას. ესე ცდილობს აი ამ შემთხვევაში ცდილობს მანქანა ტალახიდან, ან გაჭედილი ქვიშიდან რაღაციდან ამოიყვანოს, ამოაგდოს. და ეს ფუნქცია მუშაობს 15 კილომეტრამდე. 15 კილომეტრის მერე ითიშება. ესე შემიძლია მე ვიარო ხტუნაობით 15 კილომეტრს არ აცდეს. და ამ შემთხვევაში გვეხმარება ტალახიდან მანქანა, გაჭედილი მანქანა ამოვიყვანოთ. всё, გაითიშა. ესეც ჩემი აზრით კარგი ფუნქციაა, იმიტომ რომ ამხელა მანქანა რო ჩაჟდება ტალახში, გაიჭედება, კარგი ფუნქციაა, რომ დაგვეხმაროს მანქანის ამოყვანაში. მე რავი, სხვა მანქანაზე ესეთი რაღაცა არ მინახავს. პირველად ვნახე ამ მანქანაზე, ნუ ადრე ვიდეოებში უყურებდი რაღაცა და კი ბატონო, ვერ ხვდებოდი რა იყო, მაგრამ რო გავერკვიე, ძალიან მაგარი ფუნქციაა და საღოლ Mercedes ესეთი ფუნქციის მოფიქრებისთვის. არც BMW-ს და არც სხვა მოდელს მე ესეთი რაღაცა მარკას არც სხვა მარკას ესეთი რაღაცა არ ქონია და რავი მე არ გამიგია ყოველ შემთხვევაში. შეიძლება ვიღაცა აქვს, მაგრამ მე არ ვიცი. არც გამიგია და დიდი პლუსი ამ ფუნქციის მოფიქრებისთვის Mercedes საღოლ კარგია, მომწონს. აქ გვაქვს კიდე სხვადასხვა ეს კი გაჩვენეთ, მაგალითად აი ესა კომფორტი რა. როცა სპორტზე გადავიყვან, ავტომატურად მანქანა იწევს დაბლა. პასატკა იწევს დაბლა. და სპორტულ რეჟიმზე გადადის, რომ უფრო კარგად იაროს. გვაქვს კომფორტი, რბილი, ნუ მაიბახი ეს ყველაზე რბილი და ყველაზე კომფორტული მოდიფიკაცია ეს არ ვიცი რა არის. მოტოსავით წვება მოსახვეშო შედიხარ. ხო, მანქანა ანუ რო არ მოსახვევში არ გიხრება მანქანა რა, საპირისპიროს. ანუ პირიქით იხრება. მარცხენა შედიხარ, მარცხენ წვება. მე პატრონე მითხრა რომ პირიქითო არ იმაშვებაო რა, არ იხრება მანქანაო რა. ნუ მაგასაც გავსინჯავთ რა. თქვია რომ ანუ მოსახვევში იხრება რა. ხო, კაი, მაგასაც გავსინჯავთ და ესაა off-road რეჟიმი. აი სალონის განათებები, აი ზოლები რო გვაქვს ambient lighting-ი, მაგის ფერების შეცვლა შეგვიძლია, განათების მომატება, დაკლება, აი აქაც გვაქვს აი ზევით, აი ლუკთან. გვაქვს დიდი პანორამა ლუკი. რამხელა ლუკი გვაქვს. ტყავის ჭერი გვაქვს, შეკერილი ლამაზად.
მე-7 სერიაზე რო იყო წინ ალპინაზე. ისიც შეკერილი იყო, ოღონდ ალკანტარა იყო. ეს ტყავი არის. ეს რავი, ლამაზად გამოიყურება. ცუდი არ არის. აგვაქვს დიდი განათება. ჭაღი გვაქვს, როგორ გაანათა ნახე. ივენა ჭაღი გვაქვს. ხო. ეხლა მოდი გავიაროთ და ვნახოთ უკვე დანარჩენი სიარულში რა შეუძლია, როგორი აჩქარება აქვს და რა მონაცემები აქვს სიარულში. წავედით. ოდრე აქ მენიუში დავძრები რაღაცა ხო ვერ ვერკვევი და ეხლა ვსწავლობ რაღაცებს და აქ მაიბახის საათი გაიჩიტა. აი, ეს სპიდომეტრი არის. ეს გიროსკოპი არის, გადახრებს უყურებს. რადიო. გურამა მეუბნება იცვლებაო და აბა, საიდან იცვლება? Style and display. აი. შორტ. და რა შეიცვალა? აცამდე. მერე? ეს არის. ანუ შეცვალა. სულ ეს არის გაყვითლდა? თეთრი გადავიდა ყვითელში? აი რა. წითელი უფრო სპორტული ფერია, ხო იცი? სხვა მენიუს დატესტე. ერთ საათი შვება, მაგიტო დაგჭირდა მაგ და იხარ. აი, გადი. Style display. პროგრესივი. აბა პროგრესივი რა გვაქვს? აჰა, შეცვალა რაღაც. აი? ცოტა გაწითლდა. ხო, ეხა გადაიყვანეთ ახომეზე სპიდომეზე, უკვე ხელით რა. ცოტა ჭედავს, Windows-ია გადასაყენებელი. გადავიდეთ გვერდზე მენიუზე, რადიო. სპიდომეტრი მინდა, არ მინდა ამდენი რაღაცა. აი, როგორ შეიცვალა, ნახე. ახომეტრიც გადაიყვანე ეხა იქ. აბა ეხა იქეთ. გადავიდეთ იქეთ. ვერ მივედი. ეგა. აი, აი სამი სპორტ დისპლეი. რა ჩემპიონში გინდა. მაგრამ ნახე, აი ესეც თეთრი არის რა და. ნუ უფრო ანუ დიზაინი არ მოწონს. ხო, დიზაინი არ მოწონს, იმიტომ რომ BMW-ს უფრო კარგი აქვს ჩემი აზრით. ჩემი ჭკუიდან გამომდინარე, ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე, BMW-ს უკეთესი აქვს ამ შემთხვევაში. ხო, აი რომ მე იცი ყველაზე მეტად ყვითელი მენიუ მირჩენია აი პირველად რო გადახოდი. ხო. აქ გვაქვს კიდე სადი all vehicle Dynamics სპორტული ის არის. სისტემები. ამდაცაა style display. ხო, ვიცი. აი ცხენი ზალებს რაღაცებსაც აჩვენებს. Dynamics select. ჭედავს იმენა. Engine. აი აქ გვაჩვენებს ცხენის ზალებს, torques. მოკლედ ამ მენიუზე გეყენება შენ. ხო რა, ეს არის აი Z-ის ტემპერატურასაც გვაჩვენებს, რაც თავარია, ეგ არის კარგი. აქეთ არის კაროკის ტემპერატურა, იქით არის ძრავი Z-ის ტემპერატურა, აქ არის ცხენის ზალის მაჩვენებლები და იქით torques მაჩვენებელი. აქ დაბლა არის ბატარიის ვოლტაჟი და აქ დაბლა გვაჩვენებს ტურბინის წნევას. ხო. ესენი გვინდა ჩვენ ყველაფერი. აჰა. საჩვენო არის ეგ. ამ მანქანას ფუნქცია აქვს. თქვათ შორგზაზე მიდიხარ, დაღლილი ხარ და დასვენება გინდა. ფუნქცია აქვს, სიდენია ისე დგება, ესე წამოწვევი და ფეხებს გაშლი და თითქოს ლოგინში წევხარ, ისეთი ფუნქცია აქვს. მოდი ვნახოთ მაგ ფუნქციას როგორ გვააქტიურებთ. ეხლა ვნახოთ დანარჩენი. ესე იგი, აქ გვაქვს ისევ დიდი მონიტორი კომფორტისთვის, აქედან შეგვიძლია რაღაცები ვარეგულიროთ. მასაჟორები აქვს, ეხლა მასაჟორი გვაქვს ჩართული და აკეთებს რაღაცებს. აქედან აქვს სხვადასხვა ტიპის მასაჟები აქვს. ბევრი აი სიდენია როგორ ვამოძრავოთ, ბევრი რაღაცა, ფერები როგორ შეუცვალოთ, აი შეგვიძლია გავაწითლოთ. წითელ ფერებში იყოს, ესეთი რაღაცებიც მომწონს. BMW-ს მაგალითად აქვს ეს ფერები, მაგრამ 3-4 ფერი აქვს და მე დანარჩენი უნდა ჩაურთო კოდირებით და რაღაცეებით, რომ ეს ფერები მიიღო და ხო, აი გვაქვს ყველანაირი ფერი, რაც ჩვენ გვიძლია 64 ფერი. ხო, დავაყენოთ აქვე
ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი და BMW-ს ესეთი რაღაცა არ აქვს კოდირების მეშვეობით თუ დაუმატო ფერები. აქვს რა 4 ფერი, რაღაცა ფერები და შეგვიძლია სხვადასხვა ფერი რო გვინდოდეს კოდირები და პროგრამირები თუ დაუმატოთ ფერები. და აქ დიდი პლუსია ამ შემთხვევაში რა ფერსაც მინდა, იმ ფერს დავაყენებ. რომელიც მე კარგ მომეწონა ეს ფუნქცია რომ ყველაფერი გვაქვს ადგილზე. ეხლა რაც შეეხება წამოწოლას ფარდები აქვს. ყველა ფარდა აქვს. აი დავიწყეთ. წინასწენია გადის წინ. ჩემი სტენიაც ეს სპინკა გადაიწია. აქვევით ამოვიდა. всё. შეგვიძლია ესე ვიწვეთ. წინ სიდენი არ გვაწუხებს, ფეხები ბოლომდე მაგ გაშლილი, წამოწოლილი ვარ. ძალიან კომფორტულად ვგზნობ თავს და დიდი პლუსი არის ესეც ჩემი აზრით შორ მანძილზე გასავლელი გზისთვის. კარგია მომწონს, თან მასაჟს მიკეთებს რა, მაგარია. მოდი მიაგვიждები და შენ დაჯექი იქ და ვიაროთ. მაგისთვისა ეს მანქანა. ძალიან მომწონს რაღაცა. მე მგონი Mercedes-ში კი უნდა გავხდე მე რა. კომფორტულია და კარგია. რაც კარგია, არ უნდა დავმალოთ არასდროს და უნდა ვთქვათ ის რაც არის. ნუ ხარისხი და სტროშკები ვერაფერს ვეღარ შევცვლით, იმიტომ რომ ყველა გადასულია ცოტა უხარისხო გაკეთებაზე. ჩემგან Mercedes-ის გაპარტახება არ იქნება სწორი, იმიტომ რომ ხალხი არასწორად მიიღებს, ვერ გამიგებენ სწორად და მე ცუდ კომენტარებს დაწერენ და არ არის სწორი. მე რო ეხლა რაღაცა გავაბანძო. მოკლედ უკანა ის მოგეწონა. უკანა ხარე მომეწონა. ეს უნდა გავიარო და კი. შეერთო მოძრაობაში. მოძრაობაში ძალიან მაგარი იქნება. ეხლა დანარჩენი გავიარო და გავზომოთ, რაც თავარია, რაც ყველა რასაც ელოდებით, ეს არის დრო, რა დროში დადის. წავედით. ალბათ და პური მოვიტანე წამოწა იქიდან. რა კალბასი და პური ბიჭო მაიბახში ვზივარ. ეკისრე რამე მილიონერი შენ ხარ. სანამ გზაზე გავალ, ცოტა ცუდი გზა არის და მოდი ამ ცუდ გზაზე გავსინჯოთ, იმიტომ რომ მე ავტობანზე გავალ და იქ ცუდი გზა არ იქნება და ვერ გავსინჯავთ ამ მანქანის მონაცემს ცუდ გზაზე. ესე იგი, კამერა გავთიშოთ. გადავიყვანოთ კომფორტზე. ჯერ კომფორტით გავიაროთ. ნახოთ, თან არ დაგვავიწყდეს ყველას 23-იან დისკებზე დგას ეს მანქანა, უფრო დაბალ დისკებზე რო იყოს, უფრო რბილი იქნება. მაინც იგრძნობა რაღაცა პატარ-პატარა კენჭები, ნუ ეს არის დიდი დისკების ამბავი. ძალიან გრუბად დადის მაინც. აბა მაიბახის რეჟიმზე გადავიდეთ. 18 კმ/სთ-ით მივდივართ. ნუ რბილა დადის, მაგრამ ძალიან ბევრ ქვას და კენჭს გძნობ. ეს არის დიდი დისკის ბრალი. დიდი დისკის და თხელი საბურავის ამბავი. ამას რო პატარა დისკები დაუყენო, ცოტა დიდი საბურავი დაუყენო, ესეთი პრობლემა აღარ ექნება. რაც შეეხება ხმის იზოლაციას, ცუდი ხმები შემოდის სალონში. შემოდის არა. შიგნით ატრია. ცუდი ხმები ისმის სალონში, ცუდ გზაზე რო დადიხარ, რაღაცეები ჭრიჭინებს, ხმაურობს. всё, ეხა გამოვედით გზაზე და გადავიდეთ სპორტ რეჟიმს. შუშები, ორმაგი შუშები აქვს. ჩემ მე-7 სერიას თუ ნახეთ ვიდეო, ჩემ მე-7 სერიაზე რო დავდიოდით ორმაგ შუშებიან მანქანაზე, ვაფშე ხმა არ ისმის არაფერი. და მანქანასაც ორმაგი შუშები აქვს და ნუ დიდი ხმის იზოლაცია კარგი არ აქვს, იმიტომ რომ გარე ხმა შემოდის ძალიან. მაინც შემოდის ძალიან. აი ამოდის ელექტროფარდები. ესეც დამატებითი კომფორტია. რომელიც უკვე 90-იანებია და მანქანას და თუ აღნიშნავ. ხო, ხო აქვს და ხო დააღნიშნოთ რაც აქვს. შენ აქ ვიდეოს გადასაღებად დაგვჭდა, რომ წამომიწექი მანდაზე. ბოსი ვარ მე ისეთ მანქანაში. რო წამომიწ, სიდენია წინ გაწია, წამოწვა ფეხები ამოწია, იმენა შენ ხარ ოპერატორი. ბოსი ვარ. ბოსი ხარ. აი, ბოსი იყავი, არ არის პრობლემა. სპორტზე არის? რავი, კი, სპორტზე არის. არა, აი სპორტზე გადავიყვანეთ. კაროკა სპორტში, რავი, სპორტზე რო დააყენებ, არ არის სპორტში ყველაფერი? აი D1 მანუალი. всё. ესე რა აქვს?
აი ესი აქეთ ხატია და всё. всё, ანუ არის. ესე იგი ეხა უნდა გავსინჯოთ 0-100. დაუწერია ხო არის. 4 და 7 უწერია 0-100 რო ვნახე მონაცემები. ნახოთ რა დროში აჩქარდება. ისევ დამატებითი წონა გვაქვს. ბატონი გურამი გვიზის მანქანაში. დამატებითი 80-90 კილო არის ბატონი გურამი. და ვნახოთ დამატებითი წონით რას ვიზავთ. 4 და 7 უწერია 0-დან 100-მდე. ვა, რა წავიდა ჩი. სიჩქარის გადართვები შენელებული აქვს, კარგად ვერთავს. და გარტყები თავს ბიჭო ისე მოწვი. ო, მაგრამ დიდი პაუზა აქვს. 5-2-ში ავჩქარდით 0-100. შენი წონა ჩვება რო იცოდე. არა ბიჭო, ხომ ხარ. როგორ? ლოუ სატელიტი არის, სატელიტთან წვდომა წესერი არა აქვს. თავიდან დავუკავშიროთ და 5-2 იყო 0-100. 0.73%-იან აღმართზე. DA გვაქვს 759 მეტრი და 18 გრადუსი სითბო. 582 მეტრზე ვარ ზღვის დონიდან. ეს ყველაფერი მოქმედებს აჩქარებას და ყველანაირ მონაცემს. ნუ იცავ Mercedes. მოდი ავჩქარდეთ კიდევ ერთხელ. 5-1-7 0-100. არ მომწონს სიჩქარის გადართვა, პატარა პაუზაა გადართვების დროს, დარტყმით რთავს, მაგრამ პაუზით რთავს. ეგ პაუზა რო არ ქონდეს, ბევრად ჩქარი იქნება და ბევრად უფრო სხვა შეგრძნება ექნება. ხო, ანუ ჩქარ არ თავს, გრუბად თავს და მაგიტო იგრძნობა დარტყმა, მაგრამ პაუზა აქვს. პაუზით რთავს. და ახალ კარობკებს და ახალ მოდელის მანქანის კარობკებს უკვე ეგ პრობლემა აღარ აქვს. ყველა ისე გააკეთა, რომ ისე ჩქარ არ თავს სიჩქარეებს, რომ მსგავსი შეგრძნებები აღარ აქვს. მაგრამ ნუ ეს მანქანა კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, არ არის საგაზაო დასასტარტად და ასე შემდეგ. მე ვარ ხურუშიანი და მაინტერესებს. აი M50-მა ჩაგვიარა. მოდი ახლა 100-200 გავზომოთ. თუ წავედით. ეს თუდად ჩაგვეჭხირა. წავედით 100-200 ზომავთ. ვა, ტორმუზი მაგარი აქვს, კარგი აქვს. წეგან კი აღნიშნე პატარა აპორნები აქვს მეთქიდან. კარგად გაჩერდა. 100-200 გქონდა 14 და 1. გადავიხო. აგერ არის 14 და 1 გქონდა 100-200. გავსინჯოთ კიდევ ერთხელ. ცუდ გზაზე რო გადავდივარ, ეს სიდენი ესე ხტუნაობს. ზანზარებს, რა ვიცი. ამ მანქანას წესით ჩემი აზრით მეტი მოეთხოვება და არა რაღაცა ისე უხარისხოდ გაკეთებული ყველაფერი. ეხა რო შევადაროთ Rolls Royce რო ავიღოთ, ხო იგივე თემა არის Maybach-ი, ეს Rolls Royce-ია რა. იმას ესეთი რაღაცა არ ექნება რა. შევამთავაზეთ ვინმეს Rolls Royce თუ ყავთ და შევადარებ Maybach-ს. ვაიმე აქ რა ხდება? საწავიდე. აბა შეადარა ეხა ჩართე უფრო რეჟიმი გერდა ისა. ავწიოთ. აი, ავწიეთ ეხა პასატკა. დაკიდების სისტემა. კომფორტულად დადის ცუდ გზაზე. კომფორტულად დადის. ისე გადავედი, გადმოვედი. შენქენი. შენ გაგვინათე. გზას აკეთებენ და აქ მოსატრიალებელზე გადათხრილია გზა და ჩვენ ვითომც არაფერი ისე მივდივართ. ვაიმე, აგვიმტვერა წინ მანქანამ. ჩქარა წავალთ და გაძვრება მთელი მტვერი. ესე იგი ჩვენ ახლა ისეთი ადგილი გვინდა, საიდანაც 0-100 გავზომავთ, ერთ დაჭერაზე 400 მეტრს გავზომავთ და 100-200 გავზომავთ. სალონში რაღაცები ხმაურობს. ცუდ გზაზე სალონში რაღაცა პლასმასები, რაღაცეები ჭრიალებს რა. უფრო უკანა მარცხენა მხრიდან მოდის რაღაცა ჭრიალის ხმა. ისე სულად არ დგას რა, ყველა იგივე. თან ოფროუდზე მაქვს, მაიცა. სპორტზე გადავიყვანოთ ისევ.
რა შეეხება ტრასაზე დგომას, რავი, კარგად დგას, ნორმალურად დგას. იმის შეგრძნება არ მაქვს, რომ რაღაც დიდ მანქანაში ვზივარ, მაღალ მანქანაში ვზივარ. კომფორტულად, კარგად დგას ტრასაზე. კომფორტზე ერთ წამ გადაიხვალე იმედი კომფორტზე, იმიტომ აძაგძაგებს რა. აი ხა კომფორტია. ხო და ყველაზე მაგარი მაიბახის რეჟიმი არის რა, ეს უფრო რბილი არის, მაგრამ დისკების გამო, დიდი დისკები რო აყენია, მაინც რაღაცა წვრილმანები იგრძნობა რა. მსხვილი ტრაკის თამაშობა, მოკლებაზიანი მანქანა. იცი რატო? იდეალური საფარი რო გვაქვს, მაგითო თამაშობს მანქანა ეს. ჭამდეს რა. აი ისე სპორტს დაუბრუნდეთ. არ გვინდა ჩვენი კომფორტული სიარული, ჩვენ სხვა განხრა გვაქვს მანქანასთან დაკავშირებით. ესეც გადაიღეთ, რო ავჩქარდებით აქ ცხენის ძალას და ნიუტონს რო გვაჩვენებს. აი გარედან იქნება გადასაღებით ცხვირს წევს უეჭველი მაღლა. აპორნები არ ზაგზაგებს. გზა იყო ესეთი. ესე იგი 1/4 13 და 1 გამჯობესება. არა. არ 1/4 არ გოგიზომია მანამდე. 0-100 ქონდა 5-18 100-200 ქონდა 13-7 წეგან 13-1 არ ქონდა? თუ რა იყო წეგან? ხონდი რაღაცა. ისა გავაჩეროთ მანქანა და ისე ვნახოთ. წეგან 100-200 ქონდა 14 და 1. ეხლა ქონდა 13 და 7. 0-100 გვაქვს 5 და 18. მანამდე ქონდა 5 და 17, ანუ 0-100 თითქმის ერთი და იგივე დრო აქვს. 1/4 მილი 14 და 5 ქონდა წეგან, ეხლა ქონდა 13 და 1. ნუ არ მაცდიან ბიჭები. არ მაცდიან გადაღებას. წეგანა გაზგაშვებული მივდიოდი და მაგიტო იყო 14 და 5. რეალური დრო არის 400 მეტრის 13 და 17, 13 და 1. 0-200 0-200 ქონდა 18 და 9 გაჩერებულიდან 200-მდე. 100-200 გვაქვს 13 და 7. ამ ხელა მანქანისთვის ესეთი მონაცემი, რავი, ჩემი აზრით, ცუდი არ არის. ეხლა გავაგრილოთ და გაგრილებულზე პირდაპირ დავაჭიროთ. აი ეხლა მაიბახის რეჟიმზე მაქვს გადართული ყველაზე კომფორტული რაც არის. მივიდივარ 116 კმ/სთ და გძნობ აი პატარა ვიბრაციებს გზიდან გამომდინარე რა. რავი, ამ ხელა ესეთ რაღაცებს გძნობ ხოლმე რომ სპორტული მანქანით რომ მოვდივარ, რუბი პადვესკა რომელსაც აქვს, მაშინ გძნობ ხოლმე ესე რომ ხტუნაობს რა და ამ მანქანისთვის კომფორტ რეჟიმზე რო ხარ და ასე შემდეგ, ჩემი აზრით ეს არ უნდა იგძნობოდეს რა, რავი. არ უნდა იყოს ესე მგძნობიარე ამ გზიდან გამომდინარე. ალბათ ისევ ვიტყვი რომ ალბათ 23-იან დისკები რო აყენია, მაგის ბრალია. ალბათ. კომფორტული არ არის ესე სიარულის დროს ამ მანქანით რომ მიდიხარ და ესე ვიბრაციას გძნობ რა. მთელი ავტობანი მოვდივარ და აი გძნობ ამ პატარა ტალღებს რა. რაც შეეხება აუდიო სისტემას, ბურმაისტერი აქვს ამას. არის ორი ვერსია, არის ჩვეულებრივი ვერსია, რაც ამაზე არის და არის კიდე უფრო გაუმჯობესებული ვერსია, რომელიც უფრო სხვა ხმა აქვს და პიშალკები ტრიალებს, ანათებს და რაღაცა ეფექტური არის და ლამაზი არის. ნუ რაც თავარია, მარტო სილამაზე არ არის, ხმაც ბევრად უკეთესი აქვს. ეს ხელის დასდები აქ ეს ორი ცალი რო აქვს რა, ეხლა მიდევს ხელი და აქაც კომფორტულად მიდევს ხელი რა, ესეც რაღაცა კაი გათვლა არის, რომ ხელი გედოს კომფორტულად. BMW-ზე ვართ მიჩვეული, იმიტომ რომ ყველა BMW-ს თითქმის ხელის დასდები აქვს, კომფორტული აქვს და არ გაწუხებს და სხვა მანქანაში ვშდები და ხელის დასდები არ გაქვს, რაღაცა დისკომფორტს გიქმნის და აქ ისე მიდევს ხელი, რომ რავი, კარგად არის რა. BMW-ში ნიკითავით არის რა. აი ხა ხიდის გადაბმაზე რო გადავდივართ, აი რაღაცა
ვერ აგიღწეთ ესე რა, რაღაცა სხვანაირად იქცევა მანქანა და სხვანაირად გადადის რა, ცოტა ესე გადადის სპორტულ ამორთზატორებიანი მანქანა რო არის, გრუბად გადადის რა. აი ხა რაზე გაქვს ხალხი შემეკითხება. კომფო იმაზე მაქვს, რა ვქია. მაიბახის რეჟიმზე მაქვს, ყველაზე რბილ რეჟიმზე მაქვს რა. სპორტზე ხო ზედმეტია, სპორტზე იმდენად გრუბი არის, რომ ძალიან იგრძნობა ყველაფერი და ეხლა დავდივარ პირიქით ყველაზე კომფორტულ რეჟიმზე. მაგრამ მაინც სწორი ავტობანი რო გვაქვს და სწორად გაკეთებული არის, იგრძნობა ყველაფერი. წყალებში ეს. აი აქ ლაბავოიზე აქვს სტიკერი, როგორ უნდა გაატარო აპკატკა. წერია რომ 1500 კილომეტრამდე უნდა ატარო ნაგრუსკების და კინგდაუნის გარეშე, უნდა იყოს მაქსიმალური სიჩქარე 140 კმ/სთ და ხო, მინიმუმ ანუ 140 კმ/სთ-ზე მეტი არ უნდა იყოს და ძრავის ბრუნი არ უნდა აღემატებოდეს 4500 ბრუნს. ეგრე შეგიძლია იარო აპკატკა 1500 კილომეტრის მერე უწერია რომ ნელ-ნელა უნდა მოუმატო დატვირთვას. განაეგრევე დააჭირო, ნელ-ნელა უნდა მოუმატო დატვირთვას, მერე აღარ უწერია კი რამდენი კილომეტრი უნდა იარო ეგრე, მაგრამ უკვე ნელ-ნელა შეგიძლია შეაპარო და მოუმატო. მაგალითად მე რო ვაწყობ ძრავებს ხოლმე ვეუბნები ბიჭებს რომ 2000 კილომეტრი უნდა გაიარონ. ეხა იქ დეტალებზე აღარ გეტყვით რამდენჯერ ზეთი და რაღაცა რა, მაგრამ 1500 კილომეტრის მერე მეც ეგრე ვეუბნები 1500-მდე ნელ-ნელა ჩვეულებრივად დადიხარ და მერე ეს ბოლო 500 კილომეტრი ნელ-ნელა უმატებ ნაგრუსკას და 2000 კილომეტრის მერე შეიცვლება ზეთი, ანუ ზეთი ბევრჯერ იცვლება და ბოლოს 2000 კილომეტრზე შეიცვლება ზეთი და მერე შო შეგიძლია დააჭირო. ბოლომდე გაუყარო და იარო უკვე მაქსიმალურად. ესე იგი ამ მანქანის ტესტ დრაივის მერე ეხა მაგალითად გადმოუხვია ცოტა ავტობანი გადათხრილი არის იქით აქ სხვა გზიდან წამოვედი და აქ ცოტა ცუდი გზა არის მაიბახის რეჟიმზე ვარ და აი ყველაფერს გძნობ ვაფშე რა. აი ყველანაირ პატარა წვრილმან გადაბმებს გძნობ და ნუ ეს ჩემთვის რავი ესეთი მანქანისთვის რავი ჩემი აზრით ძალიან გრუბი არის. ალბათ ისევ დავაბრალებ დისკებს. 23-იანი დისკები რო აყენია რა. იმიტომ რომ რავი არ ამგონია ესეთი გრუბი ამორთზატორები ქონდეს ესეთ დონის მანქანას რა. ისევ ჩემი აზრით ეს გათვლილია ალბათ ტრასაზე სასიარულოდ და დისკები უყენია. ამ მანქანის ტესტის მერე შესადარებლად რომ შევადაროთ, ალბათ კარგი იქნებოდა X7-ის გადაღება და მოვიძიებ სადმე ვინმეს თუ ყავთ რამე X7, შემოგთავაზე და ჩვენ გადავიღებ და შევადარებთ ამ მოდელს. თან ყველაზე მთავარი ის არის რომ ეს ხო მაიბახის მოდელი არის და უფრო ნაოროტკებით მეტია ვიდრე ჩვეულებრივი X7 იქნება რა. ხო და X7-იც ჩვეულებრივი X7-იც რო იყოს, ეგეც პრობლემა არ არის. M50-იც რა შევადარო. ხო, M50 რას თავარია. კიდე ერთხელ გავზომოთ ახლა 100-200, დიდი ხანია დავგორაობთ, გაგრილებულია, ანუ ამ მოტორს გაგრილების პრობლემა არ აქვს, მაგრამ მაინც მაქსიმალურად გაგრილებულია, გადავიყვანოთ ახლა სპორტ რეჟიმზე. მაიბახის რეჟიმზე დავდიოდი და მაიბახის რეჟიმი, აი ხაც აი ხიდზე რო გადავდივარ გადაბმებზე. აი რაღაცა ვერ აგიღწეთ, რაღაცნაირად გადადის მანქანა რა. გავსინჯოთ 100-200. წავედით, დავაჭერეთ მესამედან. გზა თავისუფალი გვაქვს. ესე იგი 13 და 7. მაგრამ ცოტა აღმართზე მივდივართ. ცოტა. ჩამოვიტანოთ მესამეში. ნახოთ ერთ და იგივე დროში ივლის თუ არა, გაგრილების სისტემა როგორ მუშაობს. სამეტი და 4 უკეთეს დროში ვიარეთ. ანუ გაგრილების სისტემა იდეალურად მუშაობს და გზაც აი სულ სწორი იყო, 0.05% იყო მინუსი. შესაბამისად გაგრილების პრობლემა არ აქვს. ეგეც დიდი პლუსი არის. ეხა მაგარი მოთენთილი ვარ და ესე თუ ჩამეძინა არ გაგიკვირდეთ. წამოვწეკ, ეხა მაინტერესებს
აქ ჯდომა ტრასაზე როგორი კომფორტი აქვს. ერთი ჩემო ძმაო, ჩემო მძღოლო იმაზე მაიბახის რეჟიმზე გადამირთე. აი ზევით მარცხენა მხარეს გადმოსაწევი რო არის, გადმოწიე. ქვევით, კიდე ერთით, აი ეს არის მაიბახის რეჟიმი, ყველაზე კომფორტული რეჟიმი და ეხა მაგალითად ესე რო ვზივარ, ჩემთვის ყველაზე დიდი მინუსი არის გზას ვერ ვხედავ. პირდაპირ სიდენიას უყურებ და გზა არ ჩანს და მე ყოველთვის ისე ვარ, რომ გზას თუ ვერ უყურებ, მე თავი მტკივდება და ცუდად ხვდები რა და ესე რო ვიждდეს, ჩემთვის არის ყველაზე დიდი დისკომფორტი. ვიქნებოდი მე ჩემი სახეა ჩვენ აი ესე უნდა ვიждდე მე რომ გზას უყურო რა თუ გზას არ უყურებ მე ცუდად ხვდები რა და რავი ესე რო ვზივარ ეხლა კი კარგად ვზივარ აქ მაგრამ წინ რო გზას ვერ ვხედავ დიდი დისკომფორტია ჩემთვის და ესე რო გავაგზავნო მე სერული თავი ამტკივდება სასწაულად ისე რომ მე ვერაფერი ვერ მშველის გარდა ძილისა შეგვიძლია გავაციოთ რაღაცეები რაც თავარია წეგან არ აღვნიშნეთ ამ მანქანის წონა 2800 კილო არის, ტონა 795 არის რა. 2 ტონა 800 არის და 2 ტონა 800-ისთვის ეგეთი აჩქარება და ეგ მონაცემები ცუდი არ არის. ძალიან ძიმე მანქანა არის. დანარჩენი რაც შეეხება ეხა კმაყოფილი ვარ თუ არა ვარ მანქანით ბევრი რაღაცა წულმანი მინუსები ვნახე, რომელსაც ესე არ დავიწყებ, იმიტომ რომ ძალიან გაბანძება გამოვა და მე გადამივლიან რომ Mercedes-ი არ გიყვარს და მაგიტო გააბანძევ, ამიტომ ის რაც ვნახე წულმანები ჩემთვის დავიტოვებ და იქიდან რაღაცები ვთქვი, რაღაცები არ ვთქვი. საერთო ჯამში ალბათ ჩემი აზრით ამ ხელაფულს რო იხდი, ცოტა მეტი ხარისხი უნდა იყოს რა, მაგრამ წეგანაც აღვნიშნე რომ ახალი მანქანები ხარისხთან ცოტა უკვე მოიკოჭლებენ ძველებთან შედარებით რა. ძალიან გრუბად გადადის რაღაც გადაბმულ ადგილებზე, ხიდებზე, ეგეთ რაღაცებზე ძალიან იგრძნობა მანქანაში ვიბრაციები. კი, მაგრამ აი გზის გადაბმებზე და ეგეთ რაღაცებზე რაღაცა უცნაური შეგრძნება აქვს. ამას ვერ აგიღწეთ ვერანაირად თუ არ დაჯექით და არ გაიარეთ. რა თქვენთონ არ შეიგძენით ეს ემოცია, რაცაც ეს მანქანა იძლევა. სხვა რავი, ისეთ ვერაფერს ვეღარ გეტყვით. ეს ერთს გეტყვით, რომ ჩემი სტილი ეს მანქანა არ არის. მე ხა ბევრად მირჩევნია ჩემი გადმოსახედიდან. არ თქვათ ეხლა რაღაცა BMW-შნიკი ხარ და მთელი ამბები და როგორ გირჩევნიო, BMW ბევრად X-ი ბევრად მირჩევნია. გინდა X7, გინდა X5, გინდა X6. კი, სხვა კლასია, ამის კონკურენტი X7-ია. X7-ით ეს ალპინა ყავს. ვიცი, ალპინა რო ყავს, მაგრამ ალპინა ხო იცი. ის კომფორტებში არის. სხვა დონე არის ალპინა. ალბათ რაღაცა გამოჩნდება საომავლო და გადავიღებ და შევადარებ, იმიტომ რომ რა ვიცი. დიდად კმაყოფილი მე არ დავრჩი ამ მანქანით. ბევრი რაღაცა ჩემთვის, პირადად ჩემთვის რაღაცა ისეთი რაღაცები აქვს, რაც მე რაღაცები არ მომეწონა. ჩემთვის ეს, რავი, კომფორტული არ არის. აი ხა ვართ მაიბახის რეჟიმზე, კომფორტ რეჟიმზე და მივდივართ 124 კმ/სთ და აი თუ ჩანს კადრში, აი ესე ყანყალებს მანქანა რა. ზანზარებს და ხო და კი, საფარი იდეალური არ არის, მაგრამ ესეთი შეგრძნება მაინც არ უნდა კონდეს. ზედმეტი შეგრძნება აქვს და ზედმეტი ვიბრაციები აქვს მანქანას და ნუ ესეც ალბათ წეგან კიდე აღვნიშნე და ბევრჯერ აღვნიშნე, ჩემი აზრით მაინც არა, ჩემი აზრით მაინც დავაბრალებ 23-იან დისკებს რა. იმიტომ რომ რაც უფრო დიდი დისკი გიყენია, უფრო მეტი შეგრძნება აქვს საფართან მიმართებაში. რა გინდა? ზანზარებს ეთქვა. ხო, ვიცი, ყველაფერი ზანზარებს. ნუ იდეალური ამ მანქანას სჭირდება იდეალური საფარი, რომ შეიგრძნო ის кайფი ახლა რო ვარ წამოწოლილი და ფეხებზე რომ კიდია ყველაფერი, მაგრამ წინ გზას ვერ ვხედავ. დაგემშვიდობებით. შემდეგ ვიდეომდე გამოიწერეთ არხი, დააკომენტარეთ, დაალაიქეთ, გადაუზიარეთ ყველას ჩემი შეხედულობა Mercedes-თან დაკავშირებით. დიდი მადლობა პატრონს, ესეთი მაგარი მანქანის დათმობისთვის, გადაღებისთვის. ვაფასებ ეგეთ მიდგომას. დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ. გამოიწერეთ არხი, რაც მთავარია. აი მაიბახის ბალიში, მაგრამ ეს დავიდებ ეხა მაიბახის ბალიში და აბა კარგად ბრძანდებოდეთ, მე ვიძინებ. ეხა ვართ ჩვეულებრივ ჯდომის რეჟიმზე. მინდა წამოვწვე.
გააჩერე ერთი გიო მანქანა. აი მინდა რომ წამოწვე, აი ფეხები აქ მაქვს, დავაჭირე წამოწოლას. ფეხები მიაქ. შეხედე სად გამეჭედა ფეხები? აი ხა ზევით მეკაჩება. და იქ ფეხები გაჭედილი მაქვს. ესე უნდა ამოვწიო, რომ გავანთავისუფლო. ეს აწესია. დახმები როგორ დამანებე თავი ბატონო გურამ, ნუ მაიძულებთ რაღაცეები ცუდები ვილაპარაკო Mercedes-ზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ფლობელს. დიდი მადლობა ფლობელს, ესეთი მაგარი მანქანის და ექსკლუზიური მანქანის გატესტვისთვის, გადაღებისთვის და დათმობისთვის. ვიდეოს ბოლოში მინდა ჩვენი მეგობარი გარდაიცვალა, დიმა, მოტოციკლეტით დაიმტვრა. 22 წლის ბიჭი, ძალიან მაგარი ბიჭი, ძალიან პატიოსანი ბიჭი და აი ყურადღებიანი და რავი, უმაგრესი ადამიანი დავკარგეთ სამწუხაროდ. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ. მოტოციკლეტით რაღაც მანქანას დაეჯახა, როგორც ვიცი და პირდაპირ მერე სტოლბას დაეჯახა და ვაფშე შანსი არ იყო გადარჩენის და ძალიან არ მიყვარს მე მოტოციკლეტები მაგ ხრივ რომ ძალიან ბევრი ძმაკაცი მყავს დაკარგული ავარიაში, უამრავი ბიჭი მყავს დაკარგული ავარიაში, არა მარტო მე ყოველ დღე ვხედავ Facebook-ზე პოსტებს რომ აი მოტოციკლეტი ვიღაც დაიმტვრა და ძალიან ცუდი არის რა ეს საქართველოში მოტოციკლეტი აი არ ვიცი რა უკონტროლო არის ვერავინ ვერ აკონტროლებს და სულ ხშირად ხდება ავარიები, იმიტომ რომ მეც რომ მანქანით დავდივარ ძალიან ყურადღებით დავდივარ და სულ ყველგან სარკეში ვიყურები რა. ხანდახან არის ხოლმე ისეთ შემთხვევა რომ ისე უცებ გამეჩნდება საიდანღაც მოტოციკლეტი რომ ვაფშე არ ჩანს საიდან მოდის და ისე უცებ ჩამივლის რომ გაოგნებული ვრჩები ხოლმე რა და მარტო მოტოციკლეტის მძღოლებიდან გამომდინარე ნუ უყურებთ ამ ყველაფერს მანქანის მძღოლებიც ისე არიან რომ ვერ გხედავენ ბევრჯერ ყოფილა რომ აი სულ სარკეში ვიყურები სულ უმეტეს შემთხვევაში რომ დავდივარ სულ სარკეში ვიყურები და სულ ვაკონტროლებ ყველანაირ პერიმეტრს მაგრამ ხშირად ყოფილა შემთხვევა რომ გამომპარვია და ისე უცებ მომეპარა მოტოციკლეტი რომ ვერც კი მივხვდი რა და ღმერთს მადლობა რომ არაფერი არ მომხდარა და არ დამიზიანები არავინ და ყოველთვის არ ჩანს მანქანიდან რო ვიყურებით მოტოციკლეტი არასდროს არ ჩანს რა რაც არ უნდა სარკეში იყურო არის ისეთი წერტილები რომ ვაფშე არ ჩანს მოტოციკლეტი ხანდახან არის მკვდარი ზონები რო არის მანქანა არ ჩანს და მით უმეტეს მოტოციკლეტი არ გამოჩნდება და ამიტომ არა მარტო მანქანის მძღოლებმა უნდა ვიაროთ თხილად არამედ მოტოციკლეტის მძღოლებმაც ცოტა ფრთხილად უნდა ვიაროთ იმიტომ რომ ყოველთვის უნდა იცოდე რომ წირო მანქანას უახლოვდები ის ვერ გხედავს რა აქ მარტო მანქანის მძღოლების პრობლემა არ არის რა მოტოციკლეტის მძღოლებიც არის იმიტომ რომ იმ მომენტში შეიძლება მანქანის მძღოლი ვერ გხედავდეს და გააკეთოს ესეთი მანევრი რომ სავალალო შედეგამდე მივიდეთ და რაღაცა ცუდი ამბავი მოხდეს რა ამიტომ აქ ორივე მხარე უნდა ვიყოთ ყურადღებით მანქანის მძღოლის და განსაკუთრებულად მოტოციკლეტის მძღოლი იმიტომ რომ ის მანქანა დამიჯერეთ ვერ გხედავთ თქვენ რა ამიტომ მინდა ჩემი დიმა უმაგრესი ბიჭი მოვიხსენიოთ და ნათელში ავუყოს მის სული ღმერთმა და აღარ იყოს ესეთი რაღაცა საშინელი ავარიები და ბიჭების დაკარგვები, იმიტომ რომ დიმა იყო 22 წლის, ეხლა იწყებდა სიცოცხლეს, ეხლა იწყებდა ყველაფერს და სამწუხაროდ ტრაგიკულად გარდაიცვალა და გაფრინდა ზეცაში. კარგად ზანდებოდეთ, დაგემშვიდობებით ყველას ცუდი ამბით.